თბილისში ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ აფხაზურ და ქართულ ენებზე გააცნეს ინფორმაცია. აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები. გაკვეთილის ბოლოს ახალგაზრდებმა სიმბოლურ ნატრის ხეზე თავიანთი სურვილები დაწერეს. აფხაზური ენის შესწავლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ზოგადად ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღსადგენად. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად რომ შევისწავლოთ აფხაზური ენა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აფხაზეთი დავებრუნოთ. ძალიან გვიძნელდება, ძალიან რთული ენა არის შესასწავლად, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს გამოგვივიდეს. მეორე წელია აფხაზურ ენას სწავლობენ ბავშვები. დიდი მოკითხვა მინდა გადავცე აფხაზ ხალხს. ქართველი და აფხაზი მოზარდების ურთიერთობა ხელშეუწყობს ჩვენს აფხაზეთში დაბრუნებას. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ. აფხაზური ენის სწავლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს შერიგების საკითხში. დღეს მოვედი ჩვენ სკოლაში და ვნახეთ, როგორ სწავლობენ ბავშვები ენას და როგორ ფლობენ. ეს კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმას, რომ დიდი სურვილი და ინტერესი არის ჩვენი მხრიდან. ეს არის სწორად გზავნილი აფხაზეთში იმისა, რომ ჩვენ ვაფასებთ ტრადიციებს, კულტურას და ვაფასებთ ენას.